ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებული კონფლიქტი, ინფლაციური წნეხის ზრდა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების მოლოდინი ბიზნეს გარემოს სულ უფრო რთულ და არაპროგნოზირებად ხდის. მიწოდების ჯაჭვების სრულების ფონზე გაზრდილი ხარჯები ბიზნეს სწრაფი ადაპტირებისკენ უბიძგებს. რა რისკებს ქმნის გლობალური პროცესები ქართული ბიზნესისთვის, როგორ უმკლავდებიან ინფლაციურ პროცესებს და როგორ შეიძლება კომპანიებმა მართონ გაზრდილი გაურკვევლობა. ნინა კობახიძე, Global Benefit Georgia's სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. გლობალურ ბაზრებზე არსებული საკმაოდ დიდი გაურკვევლობა განსაკუთრებით ძიმე დაისახება ინფლაციურ მოლოდინებზე და ეს თავისთავად გავლენას ახდენს ყველა მიმართულებით. ამ მხრივ გამონაკლისი არც ერთი სფეროა და ბიზნესი და მიმართულება არ არის. ამ შემთხვევაში სადაზღვევოს ნაწილით მინდა დავიწყო იმის გათვალისწინებით, რომ გლობალურ ბაზრებზე შექმნილი ტენდენცია ინფლაციური წნეხის ფონზე მკვეთრად აძვირებს ყველა მიმართულებას. როგორი სურათი გვაქვს ამ შემთხვევაში ქართულ რეალობაში, სადაც საკმაოდ გაძვირებულია ისედაც მედიკამენტების ხირი, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებს რეფერენტული ფასი, მიუხედავად იმის სხვადასხვა პროცესებისა, რეალურად ამა თუ იმ მედიკამენტის მიმართულებით მე აქ არ ვლაპარაკობ პირველადი მოხმარების და შემდგომა ამ სახის მედიკამენტებზე, ხო? ფასები არ არის პირიქით გაზრდილია. აი ასეთ რეალობაში როგორ ფუნქციონირებთ და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგეხართ? ჯერ დავიწყოთ სადაზღვევოს ნაწილი და მე აუცილებლად ვისაუბრებ ჯანდაცვის მიმართულებაზე. კი ბატონო, ზოგადად ეს ეკონომიკური შოკი, რაც ახლავს ამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესს, არა მხოლოდ დაზღვევის მიმართულებით, არამედ ყველა იმ დაკავშირებული მომსახურების ფასებზე აისახება და ყველა ვიცით, რომ საწვავი არის ეკონომიკის ხერხემალი და სწორედ აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ტრანსპორტირება, იმპორტი, ჩვენ არ ვართ თქვათ თვითკმარი ქვეყანა პროდუქციის ნაწილში და ძალიან ბევრი პროდუქტი არის დამოკიდებული იმპორტზე, ამ გადაზიდვაზე, საწვავზე და ასე შემდეგ და ბუნებრივია, რომ თითქოს ერთის მხრივ ინტელექტუალურ ბიზნესს, თქვათ ფინანსურ ბიზნესში ვიღაცამ შეიძლება ეგონოს, რომ ეს ნაკლებად ეხება, მაგრამ პირდაპირ პროპორციულია და კავშირშია ზუსტად და რაც ყველაზე საინტერესოა, დაზღვევა არის ერთ-ერთი უშუალოდ ჩართული მონაწილე ჰორმუზის სრუტის პროცესში, ანუ არა უზარმაზარი ფინანსური რესურსი გავიდა სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იმ ტვირთების გამო, რომელიც იყო გაჩერებული სრუტაში და ეხაც მიმდინარეობს ეს პროცესი, ნუ აქ აღარ საუბრობ გაუქმებულ მთელ რიგ ღონისძიებებზე, ასევე არაბეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, თუ როგორ მონაწილეობა მიიღო სადაზღვევო ინდუსტრიამ. ნუ რა თქმა უნდა, ერთის მხრივ კარგია, ზუსტად ამისთვის არსებობს დაზღვევა, რომ სწორედ ეს დიდი რისკები მაინც რაღაცნაირად განსაკუთრებით აი გლობალური რისკების ფონზე იყოს დაცული და ძალიან ბევრ დიდ და მსხვილ კომპანიას ბუნებრივია, რომ დაზღვევა როგორც კომპონენტი ფინანსური რისკების მართვის ჩართული ქონდა და სწორედ ეს ყველაფერი შემდეგ უკვე ზარალების მართვის პროცესი, გაძვირებული იმპორტი, სამედიცინო მომსახურების გაძვირება, ელემენტარული დენის ტარიფის გაძვირება, რომელიც კლინიკებზე აისახება, რა თქმა უნდა, მე აკუმულირდება და სადაზღვევო პროდუქტშიც თავის ასახვას პოვებს, მათ შორის ინფლაციაც ბუნებრივია თუ უფრო ვიწროთ ქვეყნის ჭრილში აისახა ეს თუ ჯერ დავუშვათ, რადგან კონტრაქტები მაინც წლის განმავლობაში, წლის დასაწყისში იდება, აი ეხა როგორი სურათი გვაქვს? მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთულია, რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით შუა წელში რაიმე ტიპის ინფლაციური პროცესი ან საომარ მოქმედებას დააბრალო და მოახდინო ტარიფის ცვლილება და ჩვენი ინდუსტრია ამას ძალიან ლოიალურად უდგება და აკეთებს, თუმცა რა თქმა უნდა, ისევე როგორც ზეთის ფასი თუ შაქრის ფასი და ასე შემდეგ, ასევე ჩვენ სექტორში არსებული ფასწარმოქმნა ყოველთვის არის ინდივიდუალურად კლიენტზე მიმაგრებული და ამას ყოველთვის ვითვალისწინებთ ბუნებრივია კატასტროფულ რისკებს, გლობალურ რისკებს, ინფლაციას ასე შემდეგ და ბუნებრივია არის მზარდი ყოველწლიურად, ეხლა განსაკუთრებით თქვათ სახეობების მიხედვით, სამედიცინოზე შეიძლება ეს იყოს უფრო მეტი ფასდამატი, თქვათ მანქანების დაზღვევაზეც უფრო მეტი თქვათ, მაგრამ ტერორისტულ და საომარ რისკებზე კიდე უფრო გაძვირდეს პროდუქტი, მაგრამ შეიძლება იყოს პროდუქტი, რომელიც არ გაძვირდეს, გამომდინარე იქიდან, რომ თავად რისკში მონაწილეობა და ზარალში მონაწილეობა ამ პროდუქტს მაქსიმალურად არ მიუღია. ამიტომ ესე ერთიანად რომ პორტფელი ყველაფერზე გაძვირდება ვერ ვიტყვით, მაგრამ ვიტყვით, რომ რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად სახეობების მიხედვით დაზღვევის ფასები იქნება გაზრდილი. თქვენ ახლა შეეხეთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გემები ისედაც არ გადიან სადაზღვევო მომსახურების გარეშე და დაზღვევის არქონის გარეშე, ის გადაზიდვა ისედაც არ ხდება, თუმცა ჰორმუზის შემთხვევამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა ამ მიმართულებით მოთხოვნა. ქართულ რეალობაში ეს თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტე შეიძლება ქართველი
გადამზიდავი არ იყენებს, თუ გაზარდა მოთხოვნა ამ ტიპის სადაზღვევო პროდუქტებზე და თუ აქტიურობენ ქართველი გადამზიდავები ამ ნაწილში, თქვენ გააქვთ ეს მიმართულება და სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვაა. წესით ჩვენც ველოდებით ამ როგორ მოიქცევა მომხმარებელი ზრდის, იცი, აღნიშნეთ კიდევ ახლა ტვირთებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა და გემებთან მიმართებაში დაუზღვეველი ვერავინ ვერ გადის და ავტომატურად ეს დაუშვებელია, სავალდებულო ნორმატივია დაზღვევა, მაგრამ მე უფრო მეტად ველოდები მაგალითად ბაზრის ესე ვთქვათ გააქტიურებას ისეთი შინაარსის პროდუქტების დაზღვევაზე, როგორც არის საომარი რისკები, მაგალითად ასეთი პროდუქტი განსაკუთრებით დღეს გადარჩება არა დიდი ბიზნესი და მძლავრი, არამედ ასეთი პროდუქტი შემოვიდა არსებობს, ანუ დღეს ამ რეალობაში გადარჩება არა დიდი ბიზნესი, არამედ ბიზნესი, რომელიც არის მოქნილი, არის რისკების მართვაში, ესე ვთქვათ, გაწვრთნილი და სწრაფად იმოქმედებს და მე ველოდები რომ ვთქვათ გააქტიურება ამ კუთხით უნდა შეინიშნოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში საბედნიეროდ დღეს სიმშვიდე გვაქვს, ყოველ შემთხვევაში გლობალური კომპანიები, რომლებიც თუნდაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ოპერირებდნენ, ნებისმიერი ბიზნესის თვალსაზრისით ეს არ არის მხოლოდ რაღაც გადაზიდვა, ინტელექტუალური ბიზნესი, უძრავი ქონების ბიზნესი, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ასეთი რისკების არსებობა თან იმ რეალობაში, რომელ რეალობაშიც მსოფლიო იმყოფება, როცა არ ვიცით, რომელი ლიდერი, რომელ ლიდერს უბრალოდ გაიღვიძებს და დაარტყავს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი მატერიალური და არამატერიალური სიკეთე. ასეთი პროდუქტები არსებობს, საომარი რისკები და პარტნიორები მზად არიან, დაუშვათ ამ შემთხვევაში, თქვენ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ ასეთი პროდუქტების გადაზღვევა, ხო? ამ შემთხვევაში და თქვენი პარტნიორი საერთაშორისო კომპანიები მზად არიან, რომ აი ეს ტვირთი იკისრონ. კი, რა თქმა უნდა, საინტერესოა ეს ნაწილიც. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ბუნებრივია უყურებენ მიმდინარე მოვლენებს და ეს ფასზე აისახება ხოლმე, ანუ პროდუქტს ვერ გააქრობ ბაზრიდან, არსებობს ასეთი პროდუქტი. ყოველთვის ფასზე და რისკზე აისახება. საქართველოს რა თქმა უნდა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაკლებ რისკიან ქვეყნებში მოიაზრება, მიუხედავად ჩვენი სამეზობლო ვითარებისა, თუმცა ჩვენი სხვადასხვა პოლიტიკიდან გამომდინარე ეს შეიძლება კარგად შეიფუთოს და ზუსტად ასეთი შინაარსის პროდუქტების გაყიდვა არ იყოს რთული, თუმცა ალბათ მომხმარებლის ქცევა როგორ იქნება და მოთხოვნა იმის მიხედვით უნდა მოხდეს შეთავაზება. მე ვიცი რომ ძალიან ისეთ მსხვილ და საინტერესო სასტუმროებს საქართველოში ეს რისკი აქვს კიდევაც ნაყიდი, აქ არ არის მხოლოდ საკმაოდ საინტერესო პროდუქტია, დღეს ძალიან აქტუალური, ეს არის ტერორიზმი, საომარი მოქმედება და ასე შემდეგ, ანუ ასევე პოლიტიკური რისკებიც კი შეიძლება იყოს ამ პროცესში ჩართული და რა თქმა უნდა ჩვეულებრივი მომენტია, ანუ რისკი იზრდება, რისკი არსებობს, დაზღვევაც არსებობს, ფასიც ადეკვატურია. შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში ამ ჰორმუზის სრუტის ისტორიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ დღეს დაზღვევა არის არა რაღაცა ფუფუნების საჭიროება, არამედ სავალდებულო ამბავი, სავალდებულო პროდუქტი, რომელმაც პრაქტიკულად ძალიან ბევრი ბიზნესი გაკოტრებას გადაარჩინა ტვირთებს გულისხმობ გადაზიდვის პროცესში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ჟანდაცვის მიმართულებასაც მინდა შევეხო. შექმნილი რეალობის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ისევ ინფლაციური წინახის გათვალისწინებით, მაგალითად ჰოსპიტალურ სექტორში აქ როგორი ტენდენცია გეკეთებათ და ჩანს თუ არა რომ დაუშვათ აქაც შეიძლება მოგიწიოთ ფასების ზრდა მომსახურების გათვალისწინებით იმ ფონზე რა ორ ნაწილად უნდა გავყოთ ალბათ სამედიცინო მომსახურებები. ერთი ნაწილი არის თავისუფალი ცურვა, რასაც ვეძახით, როდესაც თქვათ მომხმარებელი არის თვითონ გადამხდელი თავისი სამედიცინო საჭიროების დამფინანსებელი, მეორე ნაწილი ნუ დაზღვევა და სახელმწიფო, ანუ ეს რო დავაჯგუფებდი. სადაზღვევო ინდუსტრიას სამედიცინო ფასები პრაქტიკულად ყოველთვიურად შეიძლება ვთქვათ, რომ მოძვირდება, ანუ ეხლა დენის ტარიფმა გამოიწვია ეს პროცესი და დღეს თქვათ ნებისმიერ ექიმთან რომ მიხვიდეთ, ადრე თუ რამოდენიმე თვის წინ თუ 100 ლარი ღირდა, ეხლა უკვე 150 ნახავთ, რომ 150 ლარზე ავიდა ექიმის სპეციალისტის კონსულტაცია. და რა თქმა უნდა, სამედიცინო ბიზნესი ფეხს უწყობს გაძვირებულ ფასს, ინფლაციას ასე შემდეგ და ავტომატურად ზრდის იქ სადაც შეუძლია ამ ფასის ზრდა. თან უამრავი ნორმატივი დაკმაყოფილდა და იცით კარგად, აკრედიტაციიდან დაწყებული სახანძრო უსაფრთხოები დამთავრებული და ეს ბუნებრივია ფასში აისახება სამედიცინო მომსახურების, მაგრამ არის მეორე კომპონენტი სახელმწიფო როგორც გადამხდელი, ანუ საყოველთაო ჯანდაცვა, ეგრეთ წოდებული DRG მოდელი, რომელიც მე მგონი მესამე წელი წავიდა საერთოდ ფასების გადახედვა ჯერ არ ყოფილა ამასთან მიმართებაში და ეს ძალიან
ისე ვთქვათ, გვაღელვებს სამედიცინო სექტორს და მე ხო მოვისმინე სანამ შემოვიდოდი, რომ დღეს მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა კომპონენტებით ხდება, თუმცა DRG-ს მთელი მოდელის არსი და კომპეტენცია და კარგი შეიძლება ითქვას იმით არის, რომ ყოველწლიურად უნდა მოხდეს კვალიფიციურად გადახედვა, არაერთიანად და მოჭრით ვთქვათ, ფასი შეიცვალოს რაღაც ყველა სერვისი 10%-ით ან 20%-ით, არამედ კონკრეტული ნოზოლოგიებზე მაინც უნდა მოხდეს გადახედვა. მიმართულება გაკეთებული გაქვს ჯანდაცვის სამინისტროს. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჯანდაცვის უწყებასთან. ეხლა მე მგონი თუ არ ვწდები რაღაც კონკრეტულ სამედიცინო სერვისებზე უნდა მოხდეს ამ ფასების გადახედვა. 1000 და უამრავი ახალი ტექნოლოგია შემოდის, იგივე რობოტული მედიცინა შემოდის, რომელიც შეიძლება დაინერგოს და რომელიც აკლია ამ კომპონენტებს მათი დაფინანსება და რომელიც საკმაოდ ხარჯიანია და საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია. ანუ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ DRG თავისი ფუნქციით თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ DRG დატოვოს ანაზღაურების ამ მექანიზმად, DRG თავის იმ ძირითად კომპონენტს ეხლა წელს მაინც დაიბრუნებს და სისტემურად გადახედავს. შეიძლება რაღაც მომსახურება ძვირი ღირდეს და პირიქით ფასი არ იყოს ვთქვათ ადეკვატური, მაგრამ 90% მომსახურების, რომელიც დღეს DRG-შია, უკვე საჭიროებს სამწლიანი ინფლაციური ესე ვთქვათ პირობების გათვალისწინებით გადახედვას ფასწარმოქმნის იმისთვის, რომ განვითარდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდება ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში. იმის გათვალისწინებით, რომ დაანონსებულია ფასებთან მიმართებაში, ეს ბუნებრივი არ ეხება მხოლოდ პირობითად, რომელიმე ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ პროცესის გათვალისწინებით, როგორ გესახებათ, რომ დაუშვათ პირიქით კიდევ უფრო გააჩნია პირიქით ჩვენ მაგალითად დაზღვევის მიმართებაში მართლა ისეთ გასაკითხი, რომ მე მგონი თუ გაიგებენ როგორ შედგება ჩვენი ფესი პირიქით, იქით შეიძლება რომ კიდევ საკმაოდ ისეთი ნულოვან ბარიერზე მუშაობს სადაზღვო ინდუსტრია. რაც შეეხება სამედიცინო სისტემას, კონკურენციის სააგენტოს რამოდენიმე თვის წინ ქონდა მთელი რიგი ნოზოლოგიებზე მოთხოვნა, როგორ დგება ფასები. DRG სხვათა შორის ესე შედგა, ანუ მათ საკმაოდ ისეთი სერიოზული კვლევა ჩაატარეს ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით და დამერწმუნეთ სამედიცინო სექტორში, რომ მოხდეს შედარება ეგრეთ წოდებული ჯიბიდან გადამხდელებსა და DRG-ს ესე ვთქვათ მომხმარებლებს შორის ფასების ადეკვატურობასთან დაკავშირებით, ბევრად ნაკლებია და ხდება დაბალანსირება სამედიცინო შემთხვევაშია ბევრად ნაკლები, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, 3 წელი DRG-ს ფასები არ გაზრდილა. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წელში მარტო დენის ფასის ზრდა რო ვივარაუდოთ, საწვავის ფასის ზრდა, ვივარაუდოთ ინფლაცია, რომელიც გამოიწვია, იგივე მედიკამენტების ფასის ზრდა და იგივე ის დანახარჯები, რომელიც ბიზნესმა გაიღო, მათ შორის აკრედიტაციების და საერთაშორისო აკრედიტაციების დაცვის, რომელიც არ ვიცი, შემდეგ ეხლა ვთქვათ, იქ უნდა ყოფილიყო სელექციური მიდგომები და ამ შემდეგ, რომელიც გაიღო, ფასი დარჩენილია იგივე მომსახურების ნაწილში. რა თქმა უნდა, ჩვენ მომსახურების ხარისხზე ეს ვერ აისახება და არ აისახება და ერთნაირი მიწოდება გვაქვს მომხმარებლებისთვის, თუმცა არსებობენ კლინიკები, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ DRG-ს ესე ვთქვათ პოლიტიკაში, იმიტომ რომ მათი ფასი ძალიან მაღალია და ფიზიკურად ვერ ხდება, ესე ვთქვათ, ამ ფასებზე. აქ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვევ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს აქ საკმაოდ ისეთი სერიოზული სამუშაო ჯგუფია დამატებით, ალბათ კიდევ გასავლელიან ერთობლივად უნდა მოხდეს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ამ ჯგუფის შექმნა, რომ გამოხდეს გააზრება სხვადასხვა არ არის აუცილებელი, რომ ერთიანად გადაიხედოს ყველა მომსახურების ფასი, შესაძლებელია რომ ინდივიდუალურად უფრო მეტად მოხმარებადი, ყველაზე ხარჯიანი, აი ამ კუთხით წავალთ ალბათ და მოხდება დამუშავება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კაცე მასშტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ნიკო ბახიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.